ჰაი, დილამშვიდობის მეგობრებო. წავიდეთ სამსახურში. ჩემი მასწავლებელი ბიძაშვილის სოხალს მეტყოთ იმოდის და ბარემ ერთად წავკუსკუსდეთ. ბედნიერი დღე ყველას. მეტი ჩარა რო ვარ დაბადებული ამ ქვეყანაზე, იმ დღეს ვდგავარ და აქ ჩამივარ და ფეხი ამ ჩაღრმავებაში. კი, რა ფეხი მოვიტეხე. რატომ? იმიტომ რომ სათვალე მეკეთე. გზა კარგად ვედავინახე. სხვათაშორის წლები ვერ ვიკეთებდი სათვალეს, იმიტომ რომ ვერ ვხედავდი კარგად სათვალეში. გზის სათვალეზე ესე. მე დავძლიე, მაგრამ რადგან ხარას ვეჯეხები ხარას. როგორ ხართ? გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით ხალხო. მისი აღმატებული და პუმა. წავედით. სახლსაშინა. გზაზე გადავждეთ მერე მარშრუტკაზე და მამაჩემიც მოგვაკითხავს მერე ბახტი. აუ რაღაცა წვიმას აპირებს ეს დღეებში წვიმაა გამოცხადებული და არა ვარ მის გაწყობაზე ხალ ვიცვიმა და მერე წვიმაში იბუდიალე და სარეცხი ვერ გააშრე კიდე 3 დღე. და 3 დღეში გავაშრობდი 3 დღე წვიმა. რა მალე დაბრუნდიო სოფლიდანო მიდა ამას გამოვეხმაურო უცებ 2 დღით ვიყავით. მალე რა თქმა უნდა 2 დღეში მალეა, მაგრამ სამსახური. ამიტომ დავბრუნდით შედარებით მალე. მაგრამ არაჩვენს უფრო მეტად ხშირად ვივლით ხოლმე ზაფხულში უფრო. და აი ჩემი შვებულებაც რომ დაიწყება, რომ ხშირად ავალ ხოლმე და დავრჩები თქვათ 4 დღით. ეგრე. ახლა წავიდეთ. ჰაი. მოგესალმებით ოჯახიდან. ღონე მიხდილ მისაბათებული. გავხსნათ ჩვენი კოლგეითი. ჩვენი 2 ტურბო და არაფერი განსაკუთრებული. ყველაზე სასაცილო კიდევ ისეთი მიყიდია ჯანმრთელობა, აი რო სრიალებს თუ იცით. ანუ როგორ გითხრათ, ისე სრიალებს რო ფიზიკურად აი რო ვერაფერს გაწმენთ რა, რაღაცა ერთ სრიალებს. ამიტომ ეს დავლუქოთ და აი რაღაცა საჭუჭყო რაღაცები ადგილები სახლში არა, ეზოს ტერიტორიაზე იმისთვის შევინახოთ. არაფრად არ ვარგა აი ესე ამეებს უბრალოდ არ დავაკვირდი რომ რეალა იყო ტყუილად ვიყიდე. ამიტომ ამას მე ვერ გამოვიყენებ. იდოს აი აქ. აი მე რატო არ ვაკვირდები ხალხო? რამცი შავსას ყავა დავლიოთ როგორც ის სასწრაფოდ გადავიხას აი ესე მთლიანად, იმიტომ რომ ისე მწყურია. და წყურულთან ერთად ყავა მინდა სასწაულად, ანუ ამიტომ მოდი დავდგათ. რა შვებით გოგოებო, როგორ ჩაი აღდგომეთ. როგორ ჩაი არა აღდგომებმა. ალბათ უკვე ჩამოხვედით ყველა თქვენს ოჯახებში, ვინც წასულები იყავით. რა არის დადი? უნდა ჩავაგდო.
კაი საყვარელი. ჰე. მე კიდე ხარით ოთხეში დავბრუნდი. ხოდა. გამოდი დედი, რა საკეთებ? უნდა ჩავაგდე მე რა თუნდა დე ნამდვილ ხას მან დგომა. ჩავაგდე გასავეცხო. ოპა. თელი გზა ვფიქრობდი რომ აუ ეხა წყალი დამალევინათ, ანუ იმ დონემდე მინდოდა წყალი, აუ ახლა წყალი დამალევინათ, ხო და მოდი დავიოთ წყალი. მაგრამ მანამდე გამოვიღოთ ეს ჩიქამჭიქაში მინდა დატება. ოპა. მე ხო რაღაც ამოჩიმებებ უჭირს ხოლმე. რა მინდოდა? დედი, კარი დაკეტე ჩემო სიცოცხლე. მარიკო, შენი კარტოფილი მან ცივდება და ცოტა ვჭამოე. კაი. გამიტეხე. პატარა. ის ალა მოგცეს ღმერთმა. ცოტა. ხო, ცოტა, ბევრი არ მინდა. ბევრი არა, რა თქმა უნდა. მირთვი. წად. შედე ხა ჩემო სიცოცხლე? შედე და მე ახტი დედიკო და კარტოფილი მივირთვათ. აბა რომელი დე? ეს ნაყინია დედიკო. ეს არის წარწერა დე. დეგეც და გააფერადო. გაიწია სიყვარულო იქით ერთი წუთი. ვიცი, წარწერა როგორ უნდა გავაფერადო? გასწავლი ყველაფერს დე. არა, მე ვიცი. იცი, კაი. მარიკო. ჩემო სიყვარულო. ხალხი ავიღოთ დედიკო. ფერები უნდა აურიოთ, ხო? კი, დე, რა ფერებიც გინდა დედიკო, ის ფერები გააფერადე, იმთრად. და თეთრი არ იყატება. არ ეთყობა დე, იმიტომ რომ ეგეც თეთრია. ესეც? მიესალმე შენს მაყურებელს? მამადობა. გემოლამაზო. ჩემო დახატულო. გაიწე ჩემო სიცოცხლე? მე გაჭმევდეთ. მე გაჭმევ ჩემო ლამაზო. აგარიშ. ადგილი და მე მივიჭინე. ახლა ნაკის გავაფერადებ. ეს როგორ უნდა ამის გაფერადება? არ გადაცდე დე, ხო იცი როგორ სათქვით? გადავჭდები. დე, ფეხზე გავიხადო, ძალიან მეყინო. გაიხადე დე. ფეხებს. ვაიჩადე. ისევდა. აიჩადე. ვაიჩადე. ოპა. აიჩადე. რაღაცა მინდა. მარიკო, დაბძანდი დე. აი მე ყავა ნელა. ნელა დე. ეხა. მარიკო, ესე უნდა იდგე? ცოტა მიიწიე რომ ეს დამინახონ, ცოტა მიიწიე, ჩემო სიცოცხლე. აი, მიიწიე მარიკო. აი ეგრე დე, გავუში. ერთი წუთი თუ შეიძლება გადისწორო რა. აჰა, დე. ამი ასე, ჩემო ლამაზო. აბა რა შვებით გოგოებო. როგორ ახართ? ხო ხართ კარკასი? მე რა შედარება? რა შედარება? დედიკოს გოგო სად არის? დედიკოს გოგო სად არის? დედიკოს გოგო სად არის? მიდი ჩემო ერთადერთ, მიდი. დალაგდით გოგოებო, რა შვებით. ბაი. არაულები არც ყოფილვართ, იმიტომ რომ ეს ფანერად უნდა გავაფერადო. წითლად. წითლად. სოფელში ვიყავი, ჩამოვიდ. ეს არის წითელი. ხო და ეს უნდა გავაფერადო წითლად, ბავშვებო. მოყავა მომიდა რაღაც არანორმალურად. არ ვიცი. და ალუჩა მინდა ასევე არანორმალურად. დედიკო, ცოტა გადავჭდი გვანცა. ცოტა, ძალიან არა დედიკო, კარგი? მარიკო, შემომხედე დედი?
იქით არ გადაცდე. კარგი ჩემო ლამაზო. აი ეს გააფერა დედე. რგოლი დედიკო. სხვა აიღე დე თუ გინდა. აფერადე? კარგი. ხო. აი დავიფუქე. ეს მომიტანა გუშჩევა და ქალმა და გიჟედები ისე მიყვარს რომ რაფაელო გრძელი. ნუ ისე მიყვარს ხალხო, აი სასწაულად. ხო და ესე წონით ვყიდულობთ ხოლმე ჩვენ. ნუ დამოყუთით მომიტანა და ძირი გავაცრეთ, სახე აბახიეთ ხუთს. არც სახე აღარ აქვს და არაფერი აღარ აქვს. ჩემს გოგოს, ესე იგი, აკვიატებული აქვს, რომ დამინდაო. ძალიან აქტიურ რეჟიმზე გადავიდა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა ანუ აი უნდა და რა გააკეთოს. დააფერა დედა ესეც. თან ესე. ეს უნდა ვარდისფერია. რომელი გინდა და თუ ძმა ესე და ეს რაღაცებს მეკითხება ხოლმე და ეთყობა ხა ბაღშიც აქაც უბანშიც აი მე დამყავს მეც მომყავს რაღაცა და ამას სათქმელი არ აქვს რა. ესე იგი ტვინიც ამიყო ხალხო დავიდა. დედიკო დაიკო გინდა თუ ზამიკო? დაიკო. და შენ? მაიმ მე შენ ხარ და მიყვარხარ და გულში და მთელს. შენ დაიჩადე გავაფერადო. აჰა და მივთვი მე ხო არ გაწუხებ დედიკო. ხო და ეს არის რა ქვია. ისე რომ ვფიქრობ მართლა ეხა მარიკოზე და სხვა ბავშვებს საუბრობ ზოგადად, მაგრამ დადისთვის მაინც მგონია რომ რაღაცა სასწაული მოვლენა აი და რო ყავს. კარგ დედმამიშვილებს საუბრობ ეხა თორე ესეთი დაძმები მინახავს, დები რომ ხეთში მაშვებია რა ქვია. ეს ფეხებით კიდევენ. ესეთი კაი ურთიერთობა რო გაქვს რა. ხო და სულ ამბობენ აი ვისაც დაყავს რომ აი დადისთვის მაინც სხვა არის ესე ამბობენ ხოლმე და ჩემთვის ძმა იმდენად ძალიან ბევრია ჩემს ცხოვრებაში, იმდენად დიდია ჩემს ცხოვრებაში, რომ არ ვიცი, ანუ ესე ვერ გამოვყოფ რა. მაგრამ ალბათ უფრო იმიტომ გამოყოფენ, რომ მაინც ერთის სქესის წარმომადგენლები რო არიან, ალბათ ეგ-ის არის უფრო მეტად რაღაცა სალპარკო თემები გაქვს, ქალური ესე რო ეძახიან და რაღაცები და ალბათ ხო. თორე მე ისეთი ძმა მყავს, აი მართლა ყველამ რო უნდა ინატროს ეგეთი ძმა და ჩემს ქმარსაც არაჩვეულებრივი დაყავს, ანუ ძმისთვის ძალიან კარგია და მიხარია რომ აი ეს საკითხი არის ძალიან კარგ ადგილას ასე ვთქვა და ანუ დაძმობის ფასი ვიცით ესე რა ვთქვა. მაგრამ ტანეს ხო არ გავაფერადებ. ფერებით უნდა აუფირო. კი ბატონო დედა. მე თუ ჩემო სიცოცხლე. ხო და ასე რომ ეგ არ ვიცი და ესე თქვენ დამიწერეთ. და აი მაინც რა განსხვავება აი ვისაც დაწყავთ და ძმაც. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? ანუ ალბათ უფრო ეს ქალური თემები, უფრო რაც ერთ სქესის წარმომადგენლები კიდე სხვანაირი ურთიერთობები ალბათ ხო რა ესე ვფიქრობ. ეგ განსხვავება მგონია მხოლოდ თორე რა ვიცი ახლა აი ჩემი ძმა ნუ აი არ ვიცი სასწაული ძმა არის ჩემი სასწაული ეხლა რა ვქნათ შენ ავტომით ადი ორი სამი ოთხი კიდევ კითხვა იყო რატომ არ ჩანდნენ ჩემი ოჯახის წევრები სოფელში და რა ვიცი, არ აქვს ხალხო სურვილი და სწორად გამიგეთ ახლა ხო არ შევაფრინდები. და არც თვლი საჭიროთ ახლა რომ ყველას უნდოდეს რატომღაც, რავი, რატომ უნდა უნდოდეს. აი, მე არ ვცხოვრობ დავუშვათ ეგეთი ცხოვრებით. არ არის ჩემთვის ვლოგები საინტერესო და ანუ არაფერს არ წარმოადგენს, ხო დავუშვათ. ჩემთვის ეგ ყველაფერი. შენთვის ფერი? ალბათ. ხო და რაც არ მინდა ის რატომ უნდა იმას ავქნა ახლა რა. ამიტომ პირიქით ყველანაირად ვთქვარი რომ ყველანაირად მოგარიდებთ კამერას თუ დისკომფორტი არ გქონდეთ. ეს მიზეზია თუ რამე სხვა მიზეზებს ეძებთ არ არის ბატონო. გამოვიჩხრიკავ. მადლობა გაბაჩვენ შვიდობა. ხადედიკო. მოდი საყვარელი. აი მე რა სახით ჭამდე და გული შემიღონდა ჩემო ლამაზო. ჩემო ლამაზო დე შენ ეს იგი დაიკოგდომებია დე.
ჩემო დახატულო. ჩემი სიცოცხლე, რაოდენ მე რა ვიცი, ძმაც და დად. სხვათა შორის საკმაოდ დიდი ვიყავი და ჩემს ონობდი, რომ ზედა რა იყო გაგეჩინა ერთი შვილი კიდე. აი დამინდა ვეუბნებოდი დაცნინდა უფრო სწორად, მაგრამ თუ ძმა იქნება მაგაზეც თანახმა ვარ. ნახატო ჩემი შვილი. ცუდად ხარ ამ შვილი, ხარ გააფრინეო. კაი დიდი ვიყავი კაც. რა მოხდა მე მივთხარ. არა უკან. ბავშვების გაჩერდა დავამთავრეო, რაო დედობა უკვე დამთავრებული მყავსო. როგორც მინდოდაო დედა ჩემმა მითხრა, აი ყოველთვის მინდოდაო, რომ ორი სქესი მყოლოდაო. ორი სქესის წარმომადგენელი და ორივე და ამიტომ მესამე არანაირად ეს ფერი რა. დახატე დედიკო. ისე რომ ვაი და ეგ ის არ მაქვს, ანუ ორივე მინდოდაო რომ მყოლოდაო, ორივე სქესი და ძმაც ვიყავით, ასე რომ აღარ შეიწუხა ასე ვთქვათ თავი. არც ერთმა. და მით უფრო თუ ძალიან ფიქრობ იმაზე, განათლებაზე, ბავშვების და იმაზე და ამაზე და არ ხარ ძალიან მაღალი ფენის წარმომადგენელი, ასეთ მამათაც ვერ აჩენდი ნაცვალე ბავშვებს. ტანვარჯიშ შესამიგის უნდა გახვდე. დედი, აი შენ თავს ფიცა ვარ, გპირდები, რომ ტანვარჯიშზე მიგიყვან, კარგი ჩემო სიცოცხლე. და ყველაფერი უნდა ვიცოდე. ვაიმე, გასწავლიან ჩემო პაწაწინა. არა, მე თვითონ ვიცი ვარჯიში. შენ ხო იცი დედიკო ვარჯიში და რაც იცი და კიდე გასწავლიანდე. ოღონდ რასაც გეტყვენ უნდა დაუჯერო, კარგი ჩემო პატარა. არ ჩამოვარდე იმიდან. ძალიან უნდა, ანუ აი მართლა ძალიან უნდა ტანვარჯიშზე რო იაროს და ანუ მინდა. ტანვარჯიში 4 წლის უნდა გახვდე. კარგი ჩემო სიცოცხლე, კარგი. ხო და ასე რომ დამიწერეთ რა განსხვავება აი ვისაც დაც ყავთ და ძმაც ყავთ. ხა რა არის იცით როცა შენთვის ძალიან ძვირფასია, მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ და რაღაცა ერთ ენაზე საუბრობთ, არის ძალიან კარგი და არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში დაგყავს თუ ანუ გინყავს თუ არ არის რა და რაღაცა ღვარძლიანია და რაღაცა შეუმდგარი ადამიანია და ადამიანები ვერ იტანს და ის არ ძმა უნდა იმას არ და არავინ არ უნდა. რაც არ უნდა კარგი იყოს შენ, ასე რომ ეხლა მაგალითად რომ ამბობდნენ ხოლმე, რომ ბევრი შვილი უნდა გააჩინო, საბოლოოდ მარტო არ დარჩე თუ რაღაც, აი ელემენტარული ბებო ახლა ამ წელს მაგალითად სოფელში არის მარტო. ამ დროს 6 შვილი, მაგრამ არც ერთი არ ყავს სოფელში. კიდე უმრავლესობა ყავს ემიგრაციაში და ახლა მითხარით რა მე ანუ ამდენი შვილი რო ყავს რა. ხო? ანუ არ ცხოვრობენ სოფელში და უფრო უარესი საქართველოში აღარ ცხოვრობს ორი სხვადასხვა ქალაქებში და ესია რთულია. რაც რინა იმდენი აჩინე რა. აზრი? ჰადე. ბებია ჩემი კიდე იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომ აი რო სტრესავენ შვილს, რომ არა რას ქვია, ქუდა იცხოვრო ჩემთან. აი საერთოდ არ მიეკუთვნება, რა თქმა უნდა, ედომებოდა რომ იქ ყოფილიყო მისი რომელიმე შვილი, რაღაცაად ოჯახის სავსე ყოფილიყო, შვილები და ის, მაგრამ ნუ აღარ უნდათ ეს ამხელა, ანუ მართლა ძალიან შორია ჩემი სოფელი ქალაქიდან და ამიტომ ბატონო ხო, ყველას უნდა ცოტა სხვა ცხოვრებაც ნახოს რა, ეგ არის. მაგრამ ბებია არასოდეს არ ყოფილა იმ კატეგორიის ადამიანი, ვინც დაიგლეჯდა სახეს, რომ გინდა თუ არა. ხო, აქ იცხოვრე, თორე ქონებას ვერ ღირსები თუ რაღაც. ჩემი ნახატი. და ეს ხვანაირად უნდა გავაფერად, ხო? რა ფერის უნდა იცი ამას? უანეს ბალახის ფერია. ბაყაყის ფერია რა. ეთყობა ბაყაყის. ხო, თან მიირთვი, თან გავაფერადო დედიკო. ფასი ყვარლო, მიდი ჩიმოლამაზო. აი ხა ვერ ვიტყვი მართლა, რომ თლად ისე ვარ, აი ადრე როგორც იყო, არა მეორე არა თუ რა, ანუ ისე აღარ ვარ. რატომღაც ამ ბოლო დროს ცოტა გული მომილბასავით ამ კუთხით. მაგრამ ძალიან ცოტა ძალიან დაბალი პროცენტით სამწუხაროდ. რა ვიცი, ვერ დაუძლიე რაღაცეები. რაც იქნება იქნება.
მადლობა ღმერთს მარიამისთვის და დანარჩენი რაც იქნება იქ. ნუ ეს რაფაელო არის ხალხო. რავი, მეფე. დედოფალი ყველაფერი ჩემთვის ტკბილეულობაში ყველაფერი. ბატონო. ამეწოღებს ჯო. ასევე ყველა შოკოლადი მიყვარს, რაშიც თხილი ურევია. მხოლოდ თხილი, იქ რო კიდე რაღაცები ურევია, ეგრე არა. კარგია. და შეკაჭმა, და ჯერ კარტოფილის ჭამ. არ მინდა მეეკა. ფერი როუჭ. თქვენ რამდენი შვილი ყავთ დამიწერეთ? 1 2 3 4 ვის რამდენი? ანტერს იქნება რამდენი? შვილის დედები ხართ, ბატონო. ზოგს მაგათაც სულად არ ყავს. დამიწერეთ. ოუ, რა ლამაზია, ჩემო საყვარელო, როგორი ფერადი გოგო ხარდე. მიდი დედიკო, გააგრძელება ვნახოთ მე რა იქნება. ადრე იყო ხოლმე რომ ვაიმე და თუ არ გათხოვდა აბაშვილი მორჩა ეს უშვილო დარჩა და თუ არ გათხოვდა და კარგია ეგა რომ შეიცვალა ეგ ამბავი რომ ქმის გარეშე უიდედა და რა არა უკვე всё დალაგდა ეგ ამბავი ქმის გარეშეც მშვენივრად ჩდებიან ბავშვები და სულაც არ არის საჭირო ახლა ვისე ქალი ლამაზი ეკლესიის წინ გაიძახოდეს აღარ არის მორჩა და სადღაც მომწონს რა იცით რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის იყო რომ შვილი უნდოდათ მაგრამ ვერ ბედავდნენ იმიტომ რომ და ისე მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან რომ ის აი დედობა რაც უნდოდათ გაეგოთ და მისი შვილი აიყვანათ ხალხი ვერ აყავდათ იმიტომ რომ რა სიტყვის ეს ახლაც არის ძალიან არის ახლაც რა თქმა უნდა ამას არ გავაფერდებ მაგრამ არა აი იმ ხელადოზით აღარ არის რა აი დაუშვათ ვიძახი ადრე თუ დაუშვათ გეუბნებით იყო 99% მაგჭკუაზე ახლა ბევრად ნაკლებია და უკვე როგორ არის ხალხი იცი აი რას ვფიქრობ მე ეგ მაინტერესებს და უკვე აღარ რას ვფიქრობ ვიღაც მეზობელი თუნდაც ნათესავი მაგრამ ვიღაც რა იმიტომ რომ შენს გარდა და შენი უახლოესი ადამიანების გარდა ყველა არის ვიღაცის აზრია ახლა შენი აზრი ხო არ არის ის კი არა შენი ოჯახის წევრების აზრიც უკვე ვიღაცის აზრია შენი აზრი არ არის სხვისი აზრია და აი ეგ მომწონს რომ ბევრ ქალს უკვე შეუძლია იმის გადაწყვეტილების მიღება რომ ვერ თხოვდები რა არ შედგა კაცო ეს ჩემი ცხოვრება ისე რომ გავთხოვდე არ გამოჩნდა ისეთი ადამიანი ვისაც ჩავეჭიდებოდი ვინც მომკიდებდა ხელს და მეტყოდა რომ წამოდი და ერთად ვიფრინოთ ანუ არ შემხვდა რა და კარგია ძალიან და მინდა შვილი და ნუ აი რა ვქნა გესმით უნდა დავდგე დადე კიდე მომწონს ეგ რომ აღარ არის რა ეს არა თუ მაინც გააჩენე ყველას არც ყველას არ შეუძლია აუცილებლად უნდა გათხოვდეს და არ შეუძლია ყველას ხალხო არც ოჯახობანა არ შეუძლია ყველას ხო ამ ხალხისაც უნდა გავიგოთ მაგრამ უნდა შვილი აბსოლუტურად გასაგებია ხადე არ მომწონს თუკი დავუშვათ მამაკაც წავყენებ ულტიმატუმებს რომ დავუშვათ შენ გინდა ყავდეს შვილი მაგრამ ქორწინებაზე არ არის საუბარი უბრალოდ შვილი გინდა და მე რომ მანიპულირებენ მამაკაცებით ეგ მე არ მომწონს ანუ თუ შენ გადაწყვეტ რომ შვილი გინდა მაგრამ ნუ არა ესე ოფიციალური ქორწინებით და ამით უნდა აიღოს სრულად პასუხისმგებლობა და საერთოდ არ არის აუცილებელი რაღაცა მამაკაც ულტიმატუმები წაუყეხა თუ გინდოდა გათხოვება მე აღარ უნდა აიცვლო რა და შვილი და მით უმეტეს ხა ისეთი დრო დადგა რომ შვილი ვეღარავის შეიძლება კალიცონდე ვეღარავის ხა და ირაპარაკე ხას ვიჭინა ვიხალხდე მითხარი
ვის ძინავს ჩემო სიყვარულო? არ ვიცი. ეხლა გახვიჭნე და არ მომგონი. მოვიტანე. აჰა. მე სხვათა შორის ვიცი ერთი გოგონა ნაცნობი. კბილები, კაცო არ მოიტეხო. ვერ შექმნა ოჯახი. და შვილი ძალიან უნდა, მაგრამ ვერ რა, იმიტომ რომ ნუ აი ეს იმას იტყვის, ის ამას იტყვის, მერე ვიღაცა ამას წამოაძახებს შემშვის, მერე ის და მორჩა. ახლა უკვე საკმაოდ დიდი ასაკი აქვს და ალბათ ახლა უკვე აღარც ფიქრობს, მაგრამ ეს პერიოდები იყო მის ცხოვრებაში და სიმართლეთა ძალიან მეცოდებოდა, იმიტომ რომ ძალიან უნდოდა. მაგრამ აი ვიღაცა რაღაცა წამოძახების გამო და რაღაცების გამო ძალიან დაიხია უკან და ძალიან მეცოდება სიმართლე. დღემდე რომ ახსენდება ის ქალბატონი როგორ უნდოდა და როგორ თითქოს ჩაიარა მისმა ცხოვრებამ ესე. უბრალოდ უნდოდა და მორჩა, ვერაფერი ვერ გააკეთა. ძალიან რომ ეკითხებოდნენ ხოლმე რომ გვაც არ თხოვდები? ვეუბნებოდი ხოლმე რომ ვერ თხოვდები, კვდებოდნენ სიცილით და მე კაი რა ეს. ოღონდ მე არ ვატყუებდი არავის, ვერ ვთხოვდებოდი. იმიტომ რომ არ იყო ჩემ ცხოვრებაში ალბათ იმ ეტაპებზე ისეთი მამაკაცი, ვის გამო ამ ნაბიჯს გადავდგამდი. ვერ ვთხოვდებოდი. ეგ არის. არ იყო იმ მომენტში, იმ წელს თუ იმ წამს თუ ის აი ეგ თავში ჩემთვის არ იყო, რომ აი მოდი ამას გავაკეთებ. არ იყო. ვერ ვთხოვდებოდი დიახ. ეგრე არ არის რა ეხლა. ეგრე. ძალიან ბევრი ქალი ამის ვერ თხოვდება. იმიტომ კი არა, რომ ხა გარეგნობა არ უწყობთ ხელს და განათლება და ისეთები არიან, რა ვიცი, დამოწყუტე ვარსკვლავები 7 დიპლომი რო სახში უკიდია და ვერ თხოვდებიან. იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ნახეს ადამიანი თუნდაც ვისგანაც შვილი ენდომებად, ვისგანაც საერთოდ გაიყოფენ, ჩხუბსაც აიტანენ, ამასაც, იმასაც, ზღვა სიყვარულსაც და ასე შემდეგ, რა ვიცი. ხალხო, ჯერ სიყვარული შექმნილი ოჯახი რამდენად რთულია და ზოგადად ოჯახი რამდენად რთულია, ხო? აი, ოჯახი და უსიყვარულოდ შექმნილი, ალბათ არ უნდა გადაჭდე. სულ პატარები აქ ხატიან და პატარა დარჩებით. მაგრამ საჭმელთ არ აჭამ. მე რომ უსიყვარულოდ გავთხოვილიყავი, ალბათ 3 დღეში დამენგრეოდა ოჯახი. თუ ორში. ბავშვი ერთშიც. ნუ რა ვიცი. რთულია. სიყვარულო ძალიან. რას აკეთებ მარიამი? მანქანა მივარდა. ადექიდე. ხო და რა ქნეს კაცი იმ ხალხს არ უყვარდება ეს კაცი, მოყალი თუ გინდა და არც იმ კაცს არ, ანუ უბრალოდ კარგად არიან და მორჩა რა. და ვერ ანუ შეიძლება უყვარს, მაგრამ ოჯახი და ერთ ოჯახად ცხოვრება არ უნდა. რა ქნეს ახლა ბავშვი აღარ ყავდეს? რო უნდა რა ქნეს. დედა თვალში არ მატაკოდე გამომთხოვნო. რა დავხატო და დედე. აჰა და თან ხატე, ჩვენ ხო მასეში კბილებს მოიტეხავ დედიკო ერთხელ უჭერს ხალხო ესე. მიდი ჩემო სიცოცხლე, აი მე რა ლამაზ ფერებია დე. სხვათა შორის ადრეც გითხარით, დედაჩემს არ ქონია არანაირი ის, რომ აი რას ქვია, თქვათ არ გათხოვება და რაც ეგეთი თემები არ ქონია, ანუ სულ იყო ისე, რომ თუ არ შედგა, ვერ მოხდა, ვერ დაიგეგმა და ასე შემდეგ შენი დაოჯახება და ნუ არ შედგა რა, მიზეს არნაირი მნიშვნელობა არ აქვს, შენ უნდა გყავდეს შვილი, ოღონდ თუ შენ ეს გენდომება. ხო და ხა რა გზით ეს ხო თემაა, მაგრამ ზოგადად. იმიტომ რომ თუ კი შესაძლებელია, უნდა გახდეს დედა. თუ ეს გინდა, მაგრამ არიან რა თქმა უნდა ქალები, ვისთვისაც არ არის კაცო დედობა რაღაცა. არ არის. და შენ ვერ ჩაუდებ აქ ვერაფერს ძალით. აბსოლუტურად გასაგებია. ნუ არ უნდა ხა ვიღაცას არ უნდა, ვიღაცას უნდა. სხვადასხვა ვერ ენდომება.
ხა დედა ვერც მასეთი კატეგორიის გოგონებს გავსჭირდა და შვილი როგორ არ უნდა ანუ ამებს გავაფერა რის გამო ამის გაგება ძალიან რთულია რამ გამოიწეს რომ არ უნდათ გავაფერა დენაყინის მობრუნდი დედის გული მოდი ჩემო ერთადერთო ვაიმე რა მაგარი შვილი ხარ მოდი გაკოცო ვაიმე დედა გავგიჟდები ისეთი საყვარელი ხარ ისეთი საყვარელი მე არ დამოგზაურა არ დაგაგდებ დედა ასე რომ ყველას თავისი არჩევანი აქვს ამ ცხოვრებაში გათხოვებაზეც იმაზეც რომ არ უნდა გათხოვებოდა წერტილი იმაზეც რომ გინდა შვილი იმაზეც რომ არ გინდა შვილი და ყველაფერზე რა ვიცი მარიკო რას ეკეთებ დააკუმე პირი და მიირთვი თუ შეიძლება და ყველაფერს არ შეიძლება დედა გაღებული პირით გიყურებს ხალხი და ხეჭავ რაღაცა გაურკვევლად დე შეიძლება მოგწონს მითხარი მოგწონს დედიკო მოგწონს ზემოგალო მაგრამ რაღაცა ყავა არ მეყო ეს ჭიქა არ არის იმაზე დიდი და მე ხო ჭიქაზე ვარ მიჩვეული და ეს არის შედარებით პატარა ოდნავ და ეგ ოდნავ დამაკლდა მაგრამ არა უშო ჩემი ქმარ რომ მე გადავკრავთ როგორც წესი ერთად ყავს ველოდები ხომ ველოდები ცოტას მოსო წავა მე და სიგარეთთან ერთად რაზელო გელოდებოდი მე უთხრა ვაიმე სად ისმევ დედა არა ჩემო საყვარელო ეგ იმის არის ფურცელზე დასახატია ჰაიდიკო თვალი არ იტკინო დე არა ჩემო ლამაზო თვალები არ გამოითხარ დე მამა ხარები კი დე არ უნდა განსაჯო აი უკარი არ ყავს და უსულა და ეგ ასეთი და იქ ისე და არა რა არა ჩემთვის მაგალითად მიუღებელია ესე რომ გაჯიან და რა დავხატო აქეთ ლანძღავენ და თათხავენ მისი არჩევანია ეხლა კაი მისი შვილია მან უნდა გააჩინოს მან უნდა იმშობიაროს მან უნდა გაზარდოს ანუ და მისი არჩევანია რა ბრით უქოროდ მისი არჩევანია აქეთაც დედიკო რა ესეც გავაფერადო ხო აუ რა მინდა ხალხო იცით ჩამოსასხმელი ნაკი აკუთხედებით და სამკუთხედებით გააფერა აკუთხედებით ჩემს რაღაცა ძალიან გემოების თამაში მინდა ამ ბოლო დროს ძალიან მინდა ვერაფერა შენზე კარგად ვერ და შენ მაგარი გოგო ხარ და მე ესე კარგად არ ვიცი შენ ხატნი ხა დედიკო დავიღალე კარგი ეხლა შენ თვითონ ვიხები კარგი ეხლა დაიღალე მოკლედ შენ არ შეგიძლია არა დე ამის გაკეთება არა დედიკო შენ სულ მამას ხატავდა ძალიან არ მისიხე აი შენ მისიხე გუშინ მარშრუტკაში იყო ერთი მამაკაცი ანუ თითქმის ყოველ დღე ჩვენს მარშრუტკაში ზეს 24/7-ზე რა ვიცი მე და ეს აყვება ჩაყვება და მგონი 38 წელი თუ რაღაცა იჯდა ციხეში რა ეს კაცი ოღონდ ანუ თვლიანად 39 კი არა ეს 38 იჯდა მე კიდე 18 წელი იჯდა აი ესე რა და აი ძალიან დიდი ბედნიერებით ყვება ხოლმე აი ვის რა შეაინტერესებს და მთელი დღე შეუძლია მოყვეს რომ ნაჯდომია და იქ რაც გაოპატირობაზე იჯდა და იქ იმაზე იჯდა და აქა აბაო ეს არისო კარგიო ესე რაღაცა ხალი კაცკოცისო კაცი კოსმისო ხალხი გიყურებს რაირას ლაპარაკობ აი ბოდიში და ის არისო შვილი დედასთან წესოდი და ნუ რაღაცებს ყვებოდა იმ დღეს და ну აი როგორები უსმენდით იცი რომ შეიძლება ყოველდღე უსმინოთ ამ ამბავს მე ის მიკვირს როგორი ბედნიერები და როგორი სიამაყე ყვება რამდენი წელი იჯდა და რის გამო იჯდა თან ერთ-ერთი მუხლი რის გამოც იჯდა მართლა რომ აი ხმამაღლაც რო არ უნდა ისეთი რაღაცისთვის იჯდა და ისე ბედნიერად ყვება ხალხო და ამ თავრობამ და სააკაშვილმა ქნა და მოიყვანა ეს ჰომოსექსუალები და ესენი და ვითომე ხა ადრე კი არ იყვნენ ხო და ჩემთვის ფიქრობდი მე ხა მაგას რო ვუსმენდი რომ აი ხა მან გაიგოს რომ შენ გინდა ესე ადგე შენი ცხოვრება მოიწყო სულ არ გინდა კაცო ეს არც ქმარი არ ჩვენი შენთვის გინდა იცხოვრო რა
და მერე წლების მერე რაღაცა წლების მერე როცა გაგიხსნება ეს რაღაც მერე გააჩნევს. მოტარები ვერაფერად. ყველა ვარიანტი თავისია ვიმებრო ეგრე გადას და ისეთი მენტალიტეტის კაცია რა. ხოდა მე კიდე გითხავ ხის მეშინია. აი რა ვქნა რა, მეშინია ეგეთი ხალხის ანუ ყველაფერზე წავშველები რო არის. შენ სკოლაში ამას აფერადებ და აქ რატო არ გააფერადე? ჯერ აქ არ გამიფერადებია და რატომ გააფერადე აქ? მე ამას გავაფერადებ. ბოდიში შვილი ქუქულა დამაყარა. მიწა დამაყარა. არა და დავეხმარე და რა ვიცი რა გითხრათ. ცოტა დავეხმარებოდი. კარგი ჩემო სიცოცხლე. კარგი, დაგემშვიდობებით მეგობრებო, დიდი მადლობა რომ მიყურეთ. არ მინდა ძალიან უგრძელესი ვიდეო გამოვიდეს ხოლმე და მე მოსაბეზრებელი გახდეს. ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც მიყურებთ, ვინც ხართ ჩემთან. ეხლა ეს რამდენიმე დღე ცოტა ნახვებმა დაიკლო და ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ აღდგომაზე ვისეცალა გეხოცები, ეხლა დუდუნას ვიზე ყურებინა. თუმცა რო გითხრათ ხა რომ მონეტიზაციას ამით რამე დიდად შეეტყო მოგატყუებთ, უბრალოდ შედარებით დაკლებულია, მაგრამ ნელ-ნელა ისე ვიმატებს. ასე რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებთ. კოცნით თქვენი მზის ხივი დოდონა. ხვალიდან წვიმებია 3 დღე გამოცხადებული.